20 წლის ბიჭმა დანით მოკლა ძმა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. მკვლელობას წინ უძღვედა ძმებს შორის კონფლიქტი, რის შემდეგაც ბრალდებულმა ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მათ შორის ყელის, კისრის, გულმკერდისა და ხელის არეში. 30 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მკვლელობის დროს ძმები სახლში მარტო იყვნენ. პოლიციამ ბრალდებული მალევე ბაკურიანში დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ ახალგაზრდას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩხუბი და რამე არ მოსვლიათ არაფერი, სამსახურში ვიყავი წასული. მოვედი სახში, ეგ დაჩეხილი იყო, იქა რა ვნახე, ხალხო უსულგულოდ ეგდო. რაღა ვქნა, არ ვიცი რა მოხდა. პატარა იქ იყო ჩაცუცქული ტიროდა და ეს უფროსიც ეიგერი წვა თოვლში. გამოძიებლები იყვნენ, საცა მოხდა ის მკვლელობა, კურტკა იყო, მოწითალო კურტკა დანა და ამ რომელმაც მოკლა ძმა, იმის ტანსაცმელი იყო რა, მაიკა იყო, შარვალი იყო და ის იყო ჯემბრი იყო. და მაგას ულუქამდე მაგას დევესტარი დალუქეს ნივთმტკიცებულობის სახით. დაკითხვის აიდან აი ესე იყო გადასერილი და მუცლის არეში იყო ასე დანით. იყო სიცოცხლესაც მიუღებელი ჭრილობები, მრავლობითი დაზიანებები სხეულზე, მთელ ტანზე, გულმკერდში იყო სავარაუდოდ რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა, კისრის არეში, სავარაუდოდ საძილე არტერიასთან და სისხლდენა უკვე შეწყვეტილი იყო, სავარაუდოდ გარდაიცვალა სისხლდენით. პოლიციამ ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასატორების დაყაჩა